ქართული ცივილიზაცია 1000 წლეულები ცხენით, მერანით მოდიოდა და მისი გამოხატულება და ძეგლი უკვდავი გახლდათ იპოდრომი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს როგორც სახელმწიფო ასევე ივანიშვილმა მიიტაცა და იავარხმნა. ხედავთ იპოდრომის ნარჩენს, რა ვითარება, ტექნიკა შემოსული, ხეები გაჭრილი, ტრიბუნები აღებული და ყველაფერი განადგურებული. მოგეხსენებათ, ჩვენ ლეიბორისტული პარტია 12 წელი ვიბრძოდით ოლიგარქის დასანქცირებისათვის და 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ვაშინგტონმა ოფიციალურად დაასანქცირა ეს უდიდესი ეროვნული და საერთაშორისო ბოროტება, რის შემდეგაც ის ტყავიდან ზურება, რათა რაიმე ხვრელი მონახოს ამერიკის ხელმძღვანელობასთან და გამოძვრეს ძალიან რთული პროცესიდან, სადაც მოხვდა და წინასწარმოებები საიდანაც ვერ გამოვა. აი ახლა ცნობილი ხდება, რომ გააფორმა Trump Organization-თან, რომელიც ნიუ-იორკში წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტის საოჯახო კომპანიას და გასცემს ლიცენზიებს ცათამბჯენების, Trump Tower-ების მშენებლობაზე, გააფორმა კონტრაქტი მის მიწაზე Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ, აი აქ და პარტნიორებად გაიჩინა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებაზე წარდგენილი ცნობილი ნავთობმაფიოზა ფხაკაძე, ვისოლის მფლობელი და ცნობილი კორპუსების მშენებელი და არაბთა ჩაუმსახლებელი ქოც დეპუტატი წულაია და აპირებენ, რომ აი ამ გზით მათ მოახერხონ გამოძრომა სანქციებიდან, ანუ ცდილობს ამერიკის პრეზიდენტის ოჯახზე გაკვალოს კორუფციის გზა. იმ დონის ავაზაკია, რასაც რა თქმა უნდა პირველ რიგში არ დაუშვებს პრეზიდენტი ტრამპი და რა თქმა უნდა ჩვენს ამაში ხელს შეუწყობთ ყველანაირად და უკვე ვაცნობეთ ამერიკის კონგრესს, შეერთებული შტატების სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ყველა მთავარ მასმედიას იმ პროვოკაციის თაობაზე, რასაც რუსი ოლიგარქი პუტინ ნაცვალი საკუთარი ერის და ქვეყნის გამანადგურებელი გეგმავს ამჯერად ამერიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისათვის. ჩვენ არ დაუშვებთ არც ერთ შემთხვევაში იმას, რომ მოხდეს მისი რაიმე ფორმით გამოძრომა სასანქციო მარწუხებიდან და მოუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ აქ გვჭირდება ამ ეტაპზე არა Trump Tower-ი, არამედ რუსი ოლიგარქის მოცილება.